გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ნაციონალური მოძრაობის წევრის აღიარება სოფო ჯაფარიძე ქართული ოცნების ყოფილი წევრების გეგმის შესახებ ინფორმირებულია. ევროკომისიის მორიგი ანგარიში და საქართველოს პროგრესი ამჯერად მთავრობის ეფექტიანობის ინდექსით. მთავრობისთვის ნარკომანიასთან ბრძოლა პრიორიტეტია, ამ მიმართულებით კი მუშაობა ეფექტიანია და ხელისუფლებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. ბოლო 3 თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 ადამიანი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის კი 226 ადამიანი. ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი. 298 კილოგრამი ჰეროინი და 34500-ზე მეტი აბი მეთადონი. ბოლო 3 თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. ჩვენ მქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება. რეალურად ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 8-ჯერ. ასევე უპრეცედენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული, მათ შორის ჰქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, ასევე რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34500-ზე მეტი აბი მეთადონი, რაც ასევე უპრეცედენტო რაოდენობა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავ დარჩება ბუნებრივია ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. იმ სწორი ნარკოპოლიტიკის, იმ საკანონმდებლო ინიციატივების და იმ სწორი საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, რაც დღეს პრემიერმა გააჟღერა ამ მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეს გეგმების აღსრულების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს არის როგორც გამშვები პუნქტების, ისე საჰაერო თუ ტერმინალების მიმართულებით და ძალიან ბევრი სიახლე გვექნება რამდენიმე თვეში ეს სტატისტიკაც აუცილებლად შემცირდება. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლებამ ჩანაცვლებითი თერაპიის რეფორმა განახორციელა. აიგრძელა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და აიგრძელა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ და ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაღალიბებლად. ჩვენ გვქონდა ეჭვები მასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელშეუწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული იქნა არაერთი ასობით ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ასეთი პრაქტიკა, რომ პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც გადმოინაცვლა კონკრეტულმა პირმა სახელმწიფო ჩანაცვლებით თერაპიის სისტემაში, მან მოითხოვა მისთვის მანამდე განსაზღვრული დოზის 3-ჯერ შემცირება. აქვს ისეთი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების გატანის მცდელობებს. შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს ის მანკიერებები, რომელიც თანმხლები იყო კერძო ჩანაცვლებითი სისტემისთვის. პრაქტიკულად ნარკოტიკების ლეგალური უზრუნველყოფაზე იყო ორიენტირებული სისტემა, კერძო ჩანაცვლებითი სისტემა. ჩვენ მოგვიწევს აბსოლუტურად შეცვლა ამ მიდგომისა და შესაბამისად ორიენტირება იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს გამოჯანმრთელების ეფექტი. კორუფცია, უკანონო მიგრაცია, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყარო და იარაღის უკანონო ბრუნვა. ამ დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. შედეგები აქაც მასშტაბურია, მუშაობა გრძელდება და კრიმინალის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაა გამოცხადებული. ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად ჩარჩან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. ასევე იარაღის დარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა
ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასოციალურებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოება ძალიან აწუხებს ბუნებრივია და რისკის შემცველია. სამი თვის განმავლობაში 384 შემთხვევაში იქნა ამოღებული იარაღი, რომელსაც უკანონოდ ფლობდნენ ან ატარებდნენ. შესაბამისი პირები, რა თქმა უნდა, მიმართულებითაც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფრთხებლად, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო 3 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში შარშა. ეს სტატისტიკას მეტყველებს იმაზე, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს გასული 3 თვის განმავლობაში. ყველა მიმართულებით 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. მე მინდა მადლობა გადავხადო თითოეულ პოლიციელს, რა თქმა უნდა, ყველა ეს შედეგი არის პოლიციელების გმირობის შედეგი. მე მინდა სარგებლო შემთხვევით და ბატონო მამგონდინარაძის მინდა მიულოცო სახელმწიფო საფრთხების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. მე დარწმუნებულია, რომ ბატონი მამგონდინარაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო საფრთხების სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაუმჯობესდება. დღეს უპრეცედენტოდ ძლიერია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ერთობლიობა და ეს არის მნიშვნელოვანი ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირება, ეს ეხება კიდევ ერთხელ ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციულ დანაშაულს, ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა გვჭირდება მომავალშიც აქტიური მუშაობა, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის აღკვეთაც არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ბუნებრივია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები იქნებიან სრულად კონსოლიდირებული. მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია, მონაცემებს ევროკომისია აქვეყნებს. საქართველოს აქვს ახალი ისტორიული მაქსიმუმი. მთავრობამ შეფასების 100%-იანი სისტემით 77.8% მიიღო და 50 საუკეთესოს შორის მოხვდა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, დიდი შვიდეულის ერთ ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, ეს ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო. რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს ერთ წელიწადში 5.2 პუნქტით აქვს გაუმჯობესება და პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას მსოფლიო ბანკი გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში აწარმოებს. ევროპულ სტრუქტურებში განხორციელებული კვლევების შედეგად ყველა კვლევა ასეთია პრაქტიკულად ცალსახად დასტურდება, რომ საქართველოს აქვს პროგრესი. ყველა იმ ღირებულების დანერგვის მიმართულებით, რომელი მიმართულებაც ღირებული შეიძლება იყოს ევროკავშირისთვის. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ამაზე საზოგადოებასაც სრულიად ჩამოყალიბებული აზრი აქვს. კონკრეტული რიცხვები, რომელიც არ შეიძლება რომ იტყუებოდეს, სწორედ ამ რიცხვების მეშვეობით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს აქვს გაუმჯობესება და პროგრესი ისეთი, რომელსაც შეიძლება სამაგალითოდ მიიჩნევდეს ძალიან ბევრი ქვეყანა. სამაგალითო ქვეყნად არის განხილული საქართველო, სამწუხაროდ არიან პოლიტიკოსები, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი ქვეყნის გარეთ, რომელსაც უბრალოდ ასე ვიტყვი, სიკვდილივით არ უნდათ იმის დაჯერება, რომ საქართველო რეალურად პროგრესირებს. როდესაც საქართველო აშკარად ლიდერი ქვეყანა არის, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც და ეს სხვადასხვა ინდექსებით, სხვადასხვა ავტორიტეტული კომპანიების კვლევით დასტურდება და არაერთხელ იქნა დადასტურებული, თუმცა საბოლოოდ ჩვენ გვესმის ორმაგი სტანდარტის შემცველი განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად 180 გრადუსით წინააღმდეგობაში მოდის იმ რეიტინგებთან და იმ კვლევებთან, რომლითაც წესით ევროკომისია მათივე დაკვეთით არის ეს განხორციელებული, ხო? და წესით ევროკომისია რასაც უნდა ეფუძნებოდეს და ისინი, ესე ვთქვათ, გარკვეული სუბიექტური მიდგომებით ცდილობენ არასწორი შეხედულებების დანერგვას.
მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რომელსაც ევროკომისია აქვეყნებს, საქართველოს შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი აქვს მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით. მთავრობის ეფექტიანობით საქართველოს უსწრებს დიდი შვიდებულის ერთ ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და განცდილი პროგრესის მიხედვით არის 21 საუკუნის 63-ში მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ჯანსაღი ბიუროკრატიით, კეთილსინდისიერი მმართველობით შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ცდიის უზრუნველყოფა, შესაძლებელია კეთილდღეობის გაუმჯობესება. იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ეროვნულმა ბანკმა კი სავალუტო რეზერვები $1.3 მილიარდით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. როგორც მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე და ფიქრობთ, რომ არსებული ტემპები ჩვენ შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც არის ბუნებრივია მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინება და ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი. აგვისტოს ჩათვლით სავარაუდოდ არსებული მონაცემების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი $1.5 მილიარდსაც გადააჭარბებს და წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. ეროვნული ბანკის ისტორიაში, ჩვენი ინტერვენციების ისტორიაში მაქსიმუმს მივაღწევთ წელს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი გვექნება სავალუტო შესყიდვების და რეზერვების შევსების თვალსაზრისით. ამის საფუძველი არის ჩვენი მზარდი ეკონომიკა, კერძოდ თუ რა არხებითაც შემოდის უცხოური ვალუტა ჩვენს ბაზარზე, ეს არის ექსპორტი, ეს არის ტურიზმი, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. საქართველოს აგრძელებს განვითარებას, შესაძლებელია წელს ერთულ მოსახლეზე მთლიანში პროდუქტის მაჩვენებელი $10,000 გაუთანაბრდეს და ძალიან მალე საქართველოს უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და 2030 წლისთვის საქართველოს გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით. ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად მთავრობამ სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად თანხა დაზოგა. მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში $700 მილიონ მეტია დანაზოგი. ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში მიღებულია $22 მილიონ მეტი დანაზოგი. საგარეო საქმეთა სამინისტროში $2,641,000. ასევე თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და დანაზოგმა შეადგინა $6,463,000. მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგა $2 მილიონი. პარალელურად გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ჯამური დანაზოგი შეადგენს $700 მილიონზე მეტს სახელმწიფო საწარმოებზეა საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელებთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო საწარმოს, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები და ამ ყველაფერმა მოგცა საბოლოო ჯამში ცვლილებების განხორციელების საშუალება ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში $22.6 მილიონი დანაზოგი, რაც დამეთანხმებით არის შთამბეჭდავის შედეგი. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამ შემდეგ, ამ ნაწილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა $358.6 მილიონი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. ხელისუფლებამ თვითმმართველობის არჩევნებზე სპეკულაციის სივრცე აღარ დატოვა. ეუთოუდირი მოწვეულია. კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სოფო ბერიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში.
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მოიწვიოს ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ქართული ოპოზიცია შეიძლება ითქვას, რომ დაამწუხრა. ამ საკითხის გამო წუხან პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და ისინიც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან. ახლა ორივე მხარე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს ეს მოწვევა დაგვიანებულია და რომ თითქოს ეუთო ოდირი ვეღარ შეძლებს პროცესზე სრულფასოვან დაკვირვებას. ამიტომ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ ამ მისიასაც საკუთარ თავზე აიღებენ. თუმცა ჩანს, რომ ოპოზიცია ისტერიაშია, მათ შორის იმიტომაც, რომ მათი მოთხოვნისა თუ მუქარის მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობენ პრინციპში. ამ საკითხზე წუხილი დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ ვერ დამალა. შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად, რომ მცირე მოკლევადიანი მისია იქნეს წარმოდგენილი, რაც ბუნებრივია შეუძლებელს ხდის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას, ჩვენ მხოლოდ ჩვენი პარტიული ძალებით მოგვიწევს 4 ოქტომბერს ბრძოლა. ოდირის მოწვევა ვითომ არჩევნებზე დასაკვირვებლად არის დაგვიანებული. ბოლო წუთზე გაკეთებული მოპატიჟება, მოწვევა არ არის რეალური მოწვევა. ამიტომ მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, რომ ოდირი მიიღებს ამ მოწვევას. ოპოზიციის შეშფოთება გასაგებია ქართული ოცნებისთვის. მართველი პარტია ამბობს, რომ მათი რეაქცია გამომდინარეობს ეუთო ოდირის დასკვნიდან, რომელიც დაიდო წინა არჩევნებთან დაკავშირებით და რომელმაც, როგორც ქართული ოცნება ამბობს, ოპოზიციის პროპაგანდა და ტყუილები გააშიშლა. ხელისუფლება საუბრობს იმის შესახებ, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი სრულად არის აგებული სიცრუეზე და შესაბამისად მათთვის გასაგებია, რატომ წუხან ახლა მათი ოპონენტები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ ეუთო ოდირი არჩევნებზე დასაკვირვებლად დაპატიჟა. დამატებით ხელისუფლებამ თქვა ისიც, რომ ოპოზიციას კარგად აქვს გააზრებული, რომ 2004 ოქტომბრის არჩევნები მათ პროპაგანდასა და ტყუილებს საბოლოოდ დაასრულებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო ოდირის მიერ დადებული დასკვნა ფაქტურად ფეხქვეშ გათელეს, იმიტომ რომ მათთვის მისაღები შედეგები არ იყო. ეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გარე ძალებით ჩართულები იყვნენ და გვახსოვს ევროკავშირის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, რამდენად შეურაცხმყოფელი იყო. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, მოვიწვიეთ ეუთო ოდირი, რომ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი არ დაჩეს აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით. ოდირის დასკვნა იყო ალბათ ერთ-ერთი ის არგუმენტი და ის შესაძლებლობა, რომ გაშიშვლდა მათი პროპაგანდა და მათი ტყუილები გასული საპარლამენტო არჩევნების დროს. ალბათ იგივე შიშები აქვს დღესაც, რომ მათ რა თქმა უნდა არ უნდათ არავინ, არც გარეთვალი, არც შიდათვალი, რომელიც დახედავს და რეალურად დაადასტურებს იმას, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, წყნარად და მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პროპაგანდას და ტყუილებს და ალბათ ამიტომაც არის მათი ეს დამწუხრებული რეაქცია. ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი აგებული აქვს სიცრუის პროპაგანდაზე, შესაბამისად შემთხვევითი არ არის, რომ ეუთო ოდირის მოწვევამ პანიკა გამოიწვია და ისტერია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში და ისინი ძალიან შეშინებულები არიან, ვინაიდან სინამდვილეში კარგად ხვდებიან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები იქნება საბოლოო არჩევნები რადიკალური ოპოზიციისათვის და მათ სპეკულაციებისთვის, დეზინფორმაციისთვის და ესეთი ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებისთვის არანაირი სივრცე არ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ეუთო ოდირის დასკვნა გვერდზე გადადო, მათ შორის გარკვეულმა დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმაც თვალი დაიბრმავეს და არ დაინახეს ეუთო ოდირის დადებითი დასკვნა, მაინც ფაქტი ჯიუტია. ეუთო ოდირის დასკვნა ამ შემთხვევაშიც იქნება პოზიტიური და რა თქმა უნდა ეს მათ აშფოთებს, იმიტომ რომ მათ უარგუმენტობას ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არგუმენტირებული დადებითი დასკვნა უპირისპირდება ხოლმე. მთავარი ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს ხელისუფლებამ 2 დღის წინ მოიწვია. პარლამენტიდან სოფო ბერიძე საუბრობდა. გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნებამდე 16 კანდიდატი გარდაიცვალა. ფაქტს ეხმიანება ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი წერს, რომ გერმანიის მაგალითი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა ემართება ქვეყანას, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული აქვს და გარედან აკონტროლებენ.
დავიწყოთ იმით, რაც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. წინა საარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან 7 კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის, ალტერნატივა გერმანიისთვის საარჩევნო სიის წევრი იყო. ამ დონის და ტიპის საერთაშორისო სკანდალი უახლოეს წარსულში რთულად თუ გაგვახსენდება, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოუგნებელია, რომ Deep State-ის მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს და რომ არა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლის კონტროლით Deep State-ს ძალიან უჭირს, ამის შესახებ ალბათ ვერაფერს გავიგებდით. კიდევ უფრო დაუჯერებელი და გამოუგნებელია ის, რომ გერმანულმა სამართალდამცავმა უწყებებმა პოლიტიკოსების გარდაცვალებათა გაუგონარი ფაქტების შესახებ უმოკლეს დროში რაიმე სახის დანაშაული გამორიცხა და განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალება ყველა შემთხვევაში ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული. დაუჯერებელია არა? უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა შედეგები მოხვდებოდა ამ ამბავს ერთი სკანდალის ნებისმიერ სხვა Deep State-ის მიერ ვერ არ მართულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო. რეალურად გერმანიაში მომხდარი სკანდალი უნიკალური მაგალითია იმისა, თუ რა ემართება Deep State-ის მიერ რთულად კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და აცნობიერებს, რომ მართული პოლიტიკოსების გარდა მათ ქვეყანაში მოიძებნებიან ლიდერები და პარტია, რომელიც საკუთარი სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის იბრძვის და ერთის მხრივ Deep State-ს, მეორეს მხრივ კი Deep State-ის მიერ სრულად კონტროლირებად თანამემამულეებს უპირისპირდება. პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის თითქოს შეუძლებელი შეძლო და უთანასწორო ბრძოლაში მოსახლეობის 20%-ზე მეტის მხარდაჭერა დაიმსახურა და პრაქტიკულად მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდა. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი, რადგან Deep State-ს გერმანიაში ყველა სტრუქტურაში თუ ზოგადად იდეოლოგიაში იმდენად ღრმად აქვს ფესვი გადგმული, რომ ქვეყანაში ყველაფერს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა განაგებს. ალტერნატივამ გერმანიისთვის ეს მოახერხა იმ გერმანიაში, რომელსაც როგორც ხედავთ, სუვერენიტეტი სრულად აქვს დაკარგული, სადაც ადამიანები რისკავენ სამუშაო ადგილებს, თუ ღიად გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს გენდერული იდეოლოგიის ან მასობრივი მიგრაციის საკითხებზე. ანუ თუ კი იტყვი, რომ ტრადიციული ოჯახის მომხრე ხარ, ან თუ მასობრივ მიგრაციას ეწინააღმდეგები, სამუშაოს დაკარგავ. ალტერნატივა გერმანიისთვის, რომ რეალურად იბრძოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ამას თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ Deep State-ის მიერ მართულმა გერმანიის ისტაბლიშმენტმა ეს პარტია მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი აკრძალვა სცადა. როგორც ჩანს, მათთან მიმართებაში Deep State-მა ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი, მოსყიდვა, გადაბირება და საკუთარ აგენტებად ქცევა, რითაც იმართება კიდეც გერმანიის დღევანდელი ხელმძღვანელობა. შესაბამისად, არც მოსყიდვა და ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, სხვა მეთოდს მიაგნეს და პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი. სხვაგვარად დაუჯერებელია, რომ პარტიას, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა დაიმსახურა და ხალხს ის სავალალო მდგომარეობა დაანახა, რაშიც გერმანია სუვერენიტეტის დაკარგვის შემდეგ აღმოჩნდა, ამდენი ლიდერი სწორედ არჩევნების წინ ლამის ყოველ მეორე დღეს უკვდება. ამ ყველაფერზე კი სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ საერთო არაფერია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით ცხადზე ცხადია, რომ წინა საარჩევნო პერიოდში გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალებას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება და რომც მოჰყვეს, გერმანია მათ შორის საკუთარი სამართალდამცავი უწყებებით იმდენად აქტიურად იმართება გარედან, რომ იმასაც არ დაადგენენ, ეს ხალხი რისგან გარდაიცვალა რეალურად. გამოძიება, რომც წარიმართოს მისი ანდოობაზე სერიოზულად მსჯელობა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, მივიღეთ სურათი, რომ ამ დაუნდობელი ნაბიჯით Deep State-ის სიკვდილის ჩანერგვის შიშს იმ პოლიტიკოსებსა და პარტიებში, რომლებიც ვერ მოისყიდა, საკუთარ აგენტებად ვერ აქცია და გარკვეულწილად ადამიანების სიცოცხლის ფასად მაინც მიაღწევს სასურველს. და მიუხედავად ამისა, თუ კი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდებიან, ალტერნატივას გერმანიისთვის უბრალოდ აკრძალავენ, რისი რესურსიც ახლა უკვე ნამდვილად აქვთ. ამ ფონზე გერმანელი ხალხი ჩიხშია შესული. გონს კი მოვიდნენ საკუთარ ფავორიტებად გერმანიის პატრიოტები აირჩიეს, მაგრამ უკვე გვიანია, რადგან ამ პატრიოტულ პარტიებს გერმანიის მართვის ადავებს აღარავინ დაუთმობს, იმდენად დიდია Deep State-ის როლი და მისი აგენტურის გავლენა ამ ქვეყანაში. გერმანიის მაგალითის საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს და გარედან გაკონტროლებენ. სწორედ ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს სუვერენიტეტ დაკარგული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული უმაღლესი კულტურის, მათ შორის შრომის კულტურის მქონე გერმანია, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად Deep State-მა საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურინა. შემდეგ რუსული იაფი ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათ თანაომებს. ამ
ყველაფრის შედეგი უკვე სახეზეა. ერთ დროს ეკონომიკურად ევროპაში წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია რეცესიაშია და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება. ასეთია სამწუხარო რეალობა გერმანიისა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. გამოსავალი იმისა თუ როგორ შეიძლება დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა. ერთადერთი ალბათ საერთო სახალხო ამბოხების იმედად თუ იქნებიან, თუმცა ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილის მომგვრელია. რეალურად გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად. ლევან ხაბეიშვილის პროპაგანდიდან ნაციონალური მოძრაობა ღია მოწოდებებზე გადავიდა. ანონსებენ რევოლუციას და ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდის განცხადებით იკვეთება დანაშაულის ნიშნები და ყველა გადაცდომას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ყველაზე მეტად მე ვფიქრობ 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციას. ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება, კონსტიტუციური უფლება იმისი, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ, როგორც მოხდა ვარდების რევოლუცია. 4 ოქტომბერი მშვიდობიანი რევოლუციის ეროვნული ერთობის გამარჯვების დღე. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და საინტერესო მისი განცხადება. თავიანთი მხარდამჭერების რაღაც გასამაგრებლად იგონებენ ახალ სისულელეებს, არანაირი რევოლუცია არ იქნება და არანაირი დაპირისპირება არ იქნება. თუ კი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა გაბედონ და რამე კანონსაწინააღმდეგო გააკეთოს. ეს არის დიდი უტიფრობა და პოლიტიკური სიბეცე ერთი მხრივ, როდესაც ცდილობს საზოგადოებას შეასახოთ თითქოს რაიმე ფორმით არსებობს მშვიდობიანი დამხობის მექანიზმი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ არანაირი ძეითით ამის თავი არ აქვს და არიან უსუსტესები. ვინც გასცდება კანონის ფარგლებს, ყველა ამ პირის მიმართ იქნება ცხადია სახელმწიფო ადეკვატური, ეს ვითომ ცხელი თავი ლიდერები ბოლოს გარბიან და იმ მოტყუებულ ადამიანებს შეატოვებენ იმ კერას დაპირისპირების და ძალიან მძიმედ სრულდება ეს ყველაფერი. დრო გავიდა, როდესაც ესეთ ტყუილებით ყვებავდნენ საზოგადოებას, რეალურად არანაირი ვარდების რევოლუცია რო არ იყო, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იყო ჩვეულებრივი ძალმომრეობითი გადატრიალება, რასაც დიდი როლი შეასრულეს უცხოეთიდან კონკრეტულმა დავალების მიმცემებმა, აქ აგენტურამ ის, რასაც მმართველი გუნდი მინიშნებით ამბობდა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა სოფო ჯაფარიძემ აღიარა და დაადასტურა. წამოწდა თუ მიზან მიმართულად თქვა, ჯაფარიძე ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების გეგმებს დეტალურად იცნობს. ვახიძე და ქართული ოცნება კიდევ ბევრ სურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი შეიძლება ითქვას თანაგუნდელებისგან ყველაფერს ვერ ვისაუბრებთ ცხადია, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სურპრიზს უნდა ელოდონ სწორედ მათგან. პირველესად ამ ადამიანისგან და მისი გუნდისგან ჩვენ წარსულში არაერთი ტყუილი გვაქვს მოსმენილი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, ნამდვილად დასანანი იქნება, რომ ადამიანებმა და გუნდმა, რომელმაც ცხოვრების შესაძლებლობა მოგცა, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, პირველივე შესაძლებლობისადმი შენ ცდილობ რომ დააზიანო ეს გუნდი. ეს სურპრიზი არ არის საქართველოს ხელისუფლებისათვის. ეს რომ ასე იყო, ბატონმა ირაკლი ყობახიძემ განაცხადა და ვის მიმართ ახდენენ სუბსიდირებას ამ წარმოუდგენლად არამორალური ფაქტებისა, განაცხადა კიდევაც და მეც სახელიც კი დაასახელა, არ მინდა გამომეორო ხაბეიშვილის მეცახელი, რამეც სახელითაც ის უცხისზე აწერდა ხელს და იღებდა ფულს. ასე რომ სურპრიზი ჩვენთვის არ იქნება, ბევრი სურპრიზს ელოდონ იქით თვითონ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი ფარას კანონზე სტრასბურგში დარეგისტრირდა. NGO-ები კანონის მოქმედების შეჩერებას არ ითხოვენ. ჩნდება კითხვა, თუ კანონი ცუდია და აფერხებს მათ საქმიანობას, რატომ არ მოითხოვეს შეჩერება. არასამთავრობო ორგანიზაციები ქრონიკის ზარებს არ პასუხობენ. ნაციონალურ მოძრაობაში კი აღიარებენ, რომ შეჩერების საფუძველი არ არსებობს. არადა საზოგადოებას კარგად ახსოვს ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების ისტერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, როდესაც სასამართლომ გამჭვირვალობის კანონის მოქმედება არ შეაჩერა.
აქ მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ საფუძვლებს. სამართლებრივი საფუძვლები ითხოვება კონკრეტულად დაწერილი იყოს, რა შემთხვევაში უნდა ხდებოდეს დროებითი ღონისძიების გამოყენება და ბუნებრივია დღეს ეს მოცემულობა ამ სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობს და შესაბამისად მაღალი ალბათობით ევროსასამართლო არ დააკმაყოფილებდა თუ ესეთი ცუდი იყო ეს კანონი, მაშინ რატომ არ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს ამ ორგანიზაციებმა შეჩერების დროებითი მექანიზმით? ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ სარჩელშიც ისინი სინამდვილეში აღიარებენ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ბერკეტები მათ არ გააჩნიათ და დროის მოგების მიზნით აკეთებენ ამას, რომ ისევ ყალბი, აღქმები გააჩინონ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილში. ანუ ეს არის ფაქტობრივად მთლიანად მატყუარა ორგანიზაციების კრებული, რომლებიც ცდილობენ ყველგან ებრძოლონ საქართველოს, მაგრამ უკვე ვიცით, რომ ყველგან მარცხდებიან საქართველოსთან. არასამთავრობო ორგანიზაციები ის დრამა, რასაც დგავდნენ საქართველოში, რაღაც ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ თითქოს რაღაც ხდებოდა, სწორედ ამის გაშიშვლება მოხდებოდა, თუ ისინი მოითხოვდნენ სტრასბურგის სასამართლოსგან ამ ძომების მიღებას. ამიტომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ რეალურად, რომ არაფერი არ იდგა, ცარიელი ბუშტი იყო მათი ხმაურის მიღმა და სტრასბურგმა რეალურად ეს დაადასტურა, რომ არაფერი განსაკუთრებული საჩქარო და დაუყოვნებლივი გადასაწყვეტი არ არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ კონტრარგუმენტები მოიყვანოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით აი ამ სამართლებრივ დავაში. ჩვენ იგივეს ვაკვირდებით, რასაც ვაკვირდებოდით ქართულ გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში, როდესაც თითქოს დამიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და იქაც არ მოუთხოვებიათ ამ კანონის დროებით შეჩერება, ზუსტად იგივეს ვადევნებთ თვალყურს ახლა ფარას კოპირებულ ვარიანტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათ წინასწარი ციან რომ აბსურდულ მოთხოვნას დაუყენებენ სტრასბურგის სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი მათი რაღაცა ფსევდოისტერიის, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლო არის, არანაირად არავის უფლებები არ იზღუდება, ერთადერთი რასაც მოითხოვს გამჭვირვალობა, მოითხოვს იმას, რომ საჯარო გახდეს თუ რა თანხები ერიცხებათ ამ დიდარენჯე ორგანიზაციებს და რა თანხებს ხარჯავენ ისინი. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. გასულ წელს აუდიტის სამსახურმა ჯამში 58 აუდიტი ჩაატარა. მათ შორის 13 ფინანსური, 29 შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის. შედეგად დარღვევებმა ჯამში 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სამსახურის მხრიდან გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე შესრულებულია. 2024 წელს სამსახურმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ინსტიტუციური, ორგანიზაციული და პროფესიული სტანდარტების გამტკიცების კუთხით. ჩატარებული აუდიტებით დავფარეთ 23 მილიარდ ლარზე მეტი, ანუ ნაერთი ბიუჯეტის 91%. საერთო ჯამში 2024 წელს 2.5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხმობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიკური ან და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს. ასევე შესყიდვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა გასცა 3000-ზე მეტი რეკომენდაცია, საიდანაც 20% ეკუთვნის 2024 წელს ჩატარებულ აუდიტებს. რეკომენდაციების 74% სრულად ან ნაწილობრივ არის შესრულებული. 18% მიმდინარეა, ხოლო 8% არის შეუსრულებელი რეკომენდაციები. თქვენ ბრძანეთ, რომ ანგარიში არის, რომელიც არ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, იქნებ ნახოთ რა არის, თუ რაიმე უკვე არ არის აქტუალური, ამოვაგდოთ თუ არა და ხელმეორედ დავიბაროთ ეს ორგანიზაციები. ჩვენ გეგმავთ ამ რეკომენდაციების გადახედვას. ზოგიერთი შეიძლება უკვე დღეს მდგომარეობით 3 და 4 წელს წინ გაცემული რეკომენდაცია შეიძლება აღარ იყოს აქტუალური. ქვეყნის მასშტაბით შენობების, ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტები დამტკიცდება. მთავრობაში ამ მიმართულებით მუშაობა სრულდება. ახალი ნებართვები კი ახალი სტანდარტის შესაბამისად გაიცემა. პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს გაზის მილებთან დაკავშირებით. ახალი პროექტით გაზის მილები მიწის ქვეშ განთავსდება. ძალიან მალე ჩვენ დავამტკიცებთ უკვე კონკრეტულ სტანდარტებს, რაც დაკავშირებულია შენობების, ფასადების, ღობეების, გადახურვის იერსახესთან, ფასადების შემოღობაც
გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ-ქსოვილს, ლანდშაფტს, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მივიღოთ მომავალში უფრო მოწესრიგებული შენობა ნაგებობები. აქედან გამომდინარე, მე ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლების ვიზუალური, ესთეტიკური და იერსახის სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესია ეს სამუშაო. როდესაც გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე გაუმჯობესდება ჩვენი დასახლების იერსახე. აღნიშნული პროგრამა დაარეგულირებს ფასადების იერსახეს, ისევე როგორც გადახურვის მიმართულებებს, ფერებს, ისევე როგორც მასალებს, რასაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის იერსახის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებით ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს სახელოვნებო წრეებთან, პროფესიულ წრეებთან იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი პროექტი იყოს შეჯერებული კერძო სექტორთან. მუნიციპალიტეტებში მოწესრიგდება უკვე არსებული შენობები და ფასადების იერსახე, ხოლო ახალი მშენებლობებისას და ახალი სანებართვო პირობების გაცემისას გათვალისწინებული იქნება ის, რომ ურბანულად და ესთეტიურად ახალი შენობების იერსახე უნდა ჯდებოდეს არსებულ თანამედროვე მოთხოვნებში და კონცეფციებში. რთველი დაწყებულია წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ტონა იქნება. მოსავლის ორგანიზებულად დასაბინავებლად კი რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა მეღვინეობის მხარდაჭერას. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა მეღვინეობის მხარდაჭერას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს ლარნახევრად, გაცითლასაგან გათვალისწინებულ სხვა საღვინე ჯიშებს 1 ლარად და 20 თეთრად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს 1 ლარად, ან გაგრძელება შესაბამისად ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია მევენახეობის და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის, ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველი საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. განისაზღვრა მაღალკონდიციურ ყურძენთან დაკავშირებით განსხვავებული ფასი, რაც ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტად ხარისხის ამაღლებას. რთველი მიმდინარეობს აქტიურად, უფრო მეტი მოსავლის ოდენობა არის მაღალკონდიციური ყურძენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულმა პოლიტიკამ, რომელიც წლის დასაწყისში იყო, გამოიღო შედეგი და კიდევ უფრო მეტად იქნება ხაზგასმული და აქცენტი გაკეთებული შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენთან მიმართებით. კალათბურთელებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს. ნაკრები დამატებით 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის. ირაკლი კობახიძემ კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებებს გუშინდელი გამარჯვებები მთავრობის ხდომიდან კიდევ ერთხელ მიულოცა. ძალიან წარმატებული დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა პირველ რიგში კალათბურთელებს მიულოცო ისტორიული წარმატება, პირველად ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხდა ჩვენი ეროვნული ნაკრები და მინდა თითოეულ კალათბურთელს და მთლიანად გუნდს, მათ შორის მწვრთნელებს გადაუხადო. მადლობა შტამბეშტავი წარმატებისთვის, კალათბურთის ფედერაციას მინდა გადაუხადო მადლობა, რა თქმა უნდა, თავდადების და შრომის გარეშე ასეთი შედეგები არ მოდის და სამომავლოდ მინდა უსურვო წარმატებები, მნიშვნელოვანი მატჩები გველის წინ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებშიც წარმატება იქნება ჩვენს მხარეს. ასე ფეხბურთელებს მინდა მიულოცო გუშინდელი გამარჯვება, შტამბეშტავი გამარჯვება და მათაც მინდა წარმატებები უსურვო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. რაც შეეხება კალათბურთელებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე ასევე დავაწესებთ 3 მილიონ
არის. ანუ უკვე მიღწეული შედეგის 3 მილიონი ლარი და ყოველი შემდეგი გამარჯვებისთვის 3 მილიონი ლარი ასეთი პრემია იქნება დაწესებული. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს გუშინდელი დღე ჩვენი ეროვნული ნაკრებების წარმატებისა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე. მათ პირველად საქართველოს ისტორიაში მოახერხეს და მეოთხე ფინალში არიან, ანუ ევროპის 8 საუკეთესო გუნდში. ეს გამარჯვება, რა გამარჯვება ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა გუშინ და ის ემოციები, რაც რა ემოციებიც ქართულ გულშემატკივარში იყო, არანაირი პრემია ვერ გადაწონის იმ გამარჯვებას და იმ სიხალოს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო თავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ წაახალისებს ჩვენ კალათბურთელებს იმისთვის, რომ მათ აქვთ როგორც მოგეხსენებათ ორ დღეში თამაში ფინეთთან და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება დამატებითი სტიმული იმისა, რომ მოიგონ და კიდევ ერთხელ გაახარონ ქართული გულშემატკივარი. პეკინის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტერიტორია გამწვანდა. განახლდა საფეხბურთო და საკალათბურთო სპორტული მოედნები. კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა პეკინის ნომერ 33-დან 39-ის ჩათვლით შიდა სივრცეები მთლიანად იქნა მოწესრიგებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვებისთვის შესაბამისი სივრცე, ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები მთლიანად რეაბილიტირდა თავისი ღამის განათებებით. შემდეგი ეტაპი იქნება იოსებიძის ქუჩაზე არსებული სივრცეების განახლება, მოწესრიგება, იქაც საჭიროებს რეაბილიტაციას. არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. სამუშაოები 5000 კვადრატულ ფართობზე მიმდინარეობდა, დაირგო 500-ამდე ხემცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა, ახალი განათების სისტემა დამონტაჟდა, ორივე არსებული საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა, საბავშვო სივრცეები მოეწყო, როგორც დიდებისთვის, ასე პატარებისთვის. მემარცხენე ალიანსმა ბრიუსელის მოთხოვნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მათთვის მიუღებელია ევრობიუროკრატების ულტიმატუმი, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებას ეხება. კატეგორიულად მიუღებელია და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოსადმი წაყენებული ულტიმატუმი, რომ გააუქმონ კანონი გამჭვირვალობის შესახებ და განსაკუთრებით ის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახურ სიწმინდეს. ევროკავშირის ბიუროკრატიამ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, სტაგნაცია იცლის საქართველოსათვის და კატეგორიულად მოითხოვს და აშანტაჟებს საქართველოს, რომ გაუქმდეს ეს ორი კანონი. მოუწოდეთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ქართველი მოსახლეობის ილუზიებში ცხოვრება, რომ 2030 წლისთვის საქართველო ღირსებით შევა ევროკავშირში. და მოვითხოვთ დაიწყოს იურიდიული პროცედურა იმპერატიული მუხლის ამოსაღებად საქართველოს კონსტიტუციიდან, რაც გულისხმობს ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ ეთერშია და გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრ სახელმწიფოებს პირდაპირ თუ ირიბად ომში ჩაითრევს. ვიქტორ ორბანი ასევე განმარტავს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპელი ლიდერები საუბრობენ, რეალურად უკრაინის დანაწევრებას ნიშნავს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთს უკვე მიღებული აქვს ის რეალობა, რომ უკრაინაში რუსული გავლენის ზონა იარსებებს. ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის პოლიტიკაც აკრიტიკა და აღნიშნა, რომ თუკი უნგრეთი ევროკავშირის მატარებელში ჩაებმევა, ის ქაოსსა და სიღარიბეში აღმოჩნდება. ომის დასაწყისში ამერიკელებმა ღიად გამოაცხადეს, რომ რუსეთში ახალი პოლიტიკური რეჟიმი შექმნა სურდათ. ამის შედეგად აღმოჩნდით დღევანდელ ვითარებაში, სადაც ევროკავშირი ომს აფინანსებს, რუსეთიც ომს აფინანსებს და დაფინანსების რბოლა გვაქვს, რომელშიც ვაგებთ. დღეს ევროპელები უსაფრთხოების გარანტიებზე ელეგანტურად საუბრობენ, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის დანაწევრებას ნიშნავს.
დასავლეთმა უკვე აღიარა რუსული ზონის არსებობა. ახლა დებატები მხოლოდ იმაზეა თუ რამდენ ოლქზეა საუბარი ყირიმის გარდა, 4-ზე, 5-ზე თუ 6 რეგიონზე. უკრაინის დანაწევრების შედეგად მივიღებთ რუსულ ზონას, დემილიტარიზებულ ზონას და დასავლურ ზონას. ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება პირდაპირ თუ ირიბად ნიშნავს ჩვენს ომში ჩათრევას. ევროპელები ვაშინგტონში კი არ უნდა დადიოდნენ ხელის ჩამოსართმევად, არამედ მოსკოვში უნდა ჩავიდნენ და ევროკავშირი რუსეთის უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმონ, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ უკრაინა ნატოს ან ევროკავშირის წევრი არ გახდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორი აცხადებს, რომ ევროკავშირი გლობალური ძალების გადაწყობაში დამარცხებულის პოზიციაში აღმოჩნდა. ბალაჟ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიო იცვლება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ახალი ეროვნულ ინტერესებზე მორგებული სტრატეგია აქვს, უკრაინის დანაწევრება კი გარდაუვალია. უნგრეთის პრემიერის პოლიტიკური დირექტორი განმარტავს, რომ ყოველივე ჩამოთვლილის ფონზე ევროკავშირში ეკონომიკური კუთხითაც უკუსვაა. ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ფიდიას პანაიოტუ აღნიშნავს, რომ 2014 წელს ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად უჭერდა მხარს უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ენის და რუსულენოვანი მოსახლეობის შენარჩუნებას. ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში ატვირთა ზელენსკის ძველი ვიდეო მიმართვა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ და ყირიმში მოსახლეობას რუსულ ენაზე საუბრის კანონიერი უფლება აქვს და თავადაც რუსულად საუბრობს. ლონდონში BBC-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები მედიას ისრაელ-ღაზის კონფლიქტის ანტისემიტურ გაშუქებაში ადანაშაულებენ და მისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ. მათ ლონდონის ცენტრში მსვლელობა გამართეს და ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ BBC დაჯგუფება ჰამასის ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ყალბით ცნობის გამოაშკარავებას კი მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება. თურქეთში ქალაქ იზმირში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 2 პოლიციელი დაიღუპა და 1 დაიჭრა. თურქული მედიის ცნობით პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლით 16 წლის მოზარდმა გაუხსნა. სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მოტივს გამოძიება დაადგენს. პოლიციის ცნობით მოზარდი იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც პოლიციის შენობაა და მან მამის კუთვნილი სანადირო იარაღი გამოიყენა. იერუსალიმის გარეუბანში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა, აქედან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ცნობით ორმა შეიარაღებულმა მგზავრებით სავსე ავტობუსს გაუხსნა ცეცხლი. სამართალდამცველებმა ორივე დამნაშავე ადგილზე გაანეიტრალეს. ისრაელის პოლიციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება. ნახვამდის.